ჩვენს კითხვებს სამართლიანი არჩევნების აჭარა გურია ფოთის კოორდინატორი მადონა ბერიძე უპასუხებს. მოგესალმებით ქალბატონო მადონა და მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მობრძანებისთვის. მოგესალმებით. ქალბატონო მადონა, როგორ შეაფასებთ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს? თავდაპირველად აღნიშნავ, რომ ჩვენ ორგანიზაციას ფართომასშტაბიანი სადაკვირვებლო მისია ჰქონდა პირველ ტურზე. შესაბამისად, ჩვენ პრიორიტეტულად ჩავთვალეთ მეორე ტურზეც დაკვირვება, თუმცა ისეთი მასშტაბებით არ ვაკვირდებოდით მეორე ტურს, რა მასშტაბებით პირველ ტურზე ჰქონდა. აღნიშნავ თავდაპირველად, რომ ბათუმში ჰყავდა რამოდენიმე მობილური ჯგუფი და ასევე მობილური ჯგუფი მუშაობდა ქობულეთში. თუმცა ფართომასშტაბიანი სადაკვირვებლო მისია ჩვენს ორგანიზაციას ჰქონდა ხულოს ოლქში. ჩვენ ხულოს 54-ვე უბანს ვაკვირდებოდით, ჰყავდა ყველა უბანზე დამკვირვებელი, ასევე ჰყავდა საოლქო საარჩევნო კომისიაში მუშაობდა მობილური ჯგუფებიც. რაც შეეხება დარღვევებს, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ორგანიზაციას უფრო მეტი ფართომასშტაბიანი დაკვირვება ჰქონდა ხულოს საოლქო ოლქის ტერიტორიაზე, შესაბამისად ჩვენი ორგანიზაციის მიერ ყველაზე მეტი დარღვევები დაფიქსირდა ხულოს ოლქში. მე გავსვამ ხაზს რამოდენიმე მნიშვნელოვან დარღვევას. პირველი მნიშვნელოვანი დარღვევა, რაც ჩვენ დამკვირვებლის მიერ იქნა დაფიქსირებული, ეს არის ის, რომ 36 უბანზე კომისიის თავმჯდომარის მიერ მოხდა ბიულეტენების ჩაყრა და მას შემდეგ რაც ჩვენი წარმომადგენელი ცდილობდა ინფორმაციის გადაწოდება ცენტრალური ოფისისათვის, მის მიმართ განხორციელდა სიტყვიერი შეურაცხყოფები, ასევე ადგილი ჰქონდა იმას, რომ მას არ მიეცა ტელეფონით საუბრის საშუალება, ასევე რამოდენიმე უბანზე ხულოს ოლქში, რამოდენიმე უბანზე ადგილი ჰქონდა გადასატანის არჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობის დარღვევას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საჩივრებით ვითხოვდით მაგალითად ერთ-ერთ უბანზე ლუქის მთლიანობიდან გამომდინარე, დარღვევიდან გამომდინარე გადასატანის არჩევნო ყუთის მთლიანი შედეგების ბათილობას, არ იქნა აღნიშნული საჩივარის არ იქნა დაკმაყოფილებული ამ კონკრეტულ უბანზე და მოხდა შედეგების დათვლა. ასევე იყო რამოდენიმე პროცედურული სახის დარღვევები, გამოვყოფდი კიდევ ერთ დარღვევას ერთ-ერთ უბანზე, ხულოს ერთ-ერთ უბანზე ადგილი ჰქონდა კომისიის წევრის დაგვიანებით მისვლის უბანზე. ის ფაქტობრივად უფუნქციოდ იყო, გადიოდა, შემოდიოდა, ფაქტობრივად დაგვიანებით მივიდა უბანზე და რამოდენიმეჯერ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა უბნის დატოვებას და უფუნქციო მდგომარეობაში მის ყოფნას. გარდა ამისა, ჩვენ გარკვეული სახის დარღვევები ბათუმის ტერიტორიაზეც დავაფიქსირეთ, თუმცა ეს იყო უმნიშვნელო პროცედურული სახის დარღვევები. ამ დროისათვის ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში ჩვენს მიერ დაწერილი არის 6 საჩივარი. თუ რა რეაგირება მოხდება ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიისგან, შეიძლება თუ არა დადგეს ბათილობის შედეგი, ეს საჩივრების შედეგი. ჩვენი როგორც აღნიშნე, ჩვენი ორგანიზაციის მიერ ხულოს ოლქში შეტანილი არის 6 საჩივარი, მათგან 36 უბანზე, სადაც მოხდა ბიულეტენების ჩაყრა, ჩვენ ვითხოვთ ადმინისტრაციულ პასუხისგებლობას იმ უბნის თავმჯდომარის. დანარჩენ შემთხვევაში ჩვენი მოთხოვნები იყო ერთ-ერთ შემთხვევაში ბათილობა შედეგების გადასატანის არჩევნო ყუთის და ასევე ჩვენი საჩივრებით ვითხოვთ დისციპლინურ პასუხისგებლობას იმ უბნებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენს მიერ დაფიქსირდა დარღვევები.